სიტყვისა და ფერის, ტექსტისა და ხაზის, ლიტერატურისა და მხატვრობის სინთეზი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ცისფერ ყანწელთა მიერ დაარსებულ პოეზიის დღეს გამორჩეულ გამოფენას უძღვნის. მწერალი მოლბერტთან, ასე ეწოდება ექსპოზიციას, სადაც 60-მდე ქართველი მწერლისა და პოეტის მიერ შექმნილი ტილოები, ესკიზები და ჩანახატებია წარმოდგენილი. დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ძალიან საინტერესო გამოფენა, რომელიც ეძღვნება 7 მაისს, ანუ პოეზიის დღეს, რომელიც დაფუძნდა ცისფერყანწელების მიერ და მათი ინიციატივით, მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში რამოდენიმე წელია აღინიშნება. განსაკუთრებული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მწერალი მოლბერტთან ასეთი ტიპის გამოფენა გავხსენით, სადაც თქვათ მწერლების, პოეტების სხვა ტიპის შემოქმედებას წარმოვაჩენთ, მაგალითად მხატვრობას, ჩანახატებს, კარიკატურებს და ასე შემდეგ, რაც დამთვალიერებლისთვის არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ უცნობ ნიჭებს აღმოაჩენენ პოეტებისა და მწერლებისა. ძალიან ცნობილი ქართველი კლასიკოსების მათ შორის უცნობ შემოქმედებით ნაწილს აღმოაჩენენ და ეს განსაკუთრებული ამბავია. ამიტომ ურჩევ ყველა დამთვალიერებელს, რომ ეწვიონ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზს და ბევრ საინტერესო რამეს ნახავენ. ექსპოზიციის იდეა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს ეკუთვნის. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, მწერალთა სახლისა და ლიტერატურის მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ქართულმა საზოგადოებამ, მკითხველმა საზოგადოებამ ძირითადად მაინც მწერლის შესახებ იცის, რომ ის წერს მხატვრულ ტექსტს და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი მათგანი შესანიშნავად ხატავს კიდევაც. აი გურამიშვილი მაგალითად ხო ამავე დროს ხატავდა ძალიან საინტერესო თავისი ჩანახატები, არა მხოლოდ საინჟინრო ხასიათის წისქვილები აქვს დახატული და ასე შემდეგ, მისი ცელიანი კაცი ყველა მიცის ასევე, მაგრამ თანამედროვე ქართველი მწერლებიც ხატავდნენ. ხო, მაგრამ გრიგოლ ორბელიანი ყველა მიცის ქრესტომათული ავტორია, მაგრამ გრიგოლ ორბელიანიც ხატავდა, ერთი მის წინახატი აქვს. ილია ჭავჭავაძესაც ჰქონდა მცდელობა ასეთი ნახატების შექმნის, ასევე გვაქვს ჯანსუღ ჩარკვიანის ნახატი. თანამედროვე ქართველი მწერლები გამოგვეხმაურენ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ბატონ გურამ ოდიშარიას და მანუ ბულისკერიას უთხრა, რომელსაც მოიტანეს თავიანთი ნამუშევრები და ეს ლამაზი დარბაზი კიდევ უფრო გაალამაზეს თავიანთი ნახატებით. პავლო იაშვილი ხატავდა, გალაკტიონ ტაბიძე ხატავდა, ახლა ბოლოს გახდა ყველასთვის ეს ცნობილი ამბავი, ტერენტი გრანელი ხატავდა. ძალიან ცნობილი ბევრი ქართველი მწერალი ამავე დროს იყო კარგი მხატვარი. აი გუჩა კვარაცხელია მაგალითად თავის წიგნებსაც აფორმებდა და ასევე ხატავდა სრულფასოვან, ესე იგი, ასე ვთქვათ, ნახატებს. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პოეზიის დღე ცისფერყანწელების მიერ ჩვენთან უკვე 14 წელი აღინიშნება. სხვადასხვა სახით. მწერალი მოლბერტთან რამდენადაც მე ვიცი და ვარ საქმის კურსში, გაჩნდა დავითიანის ბოლო გამოცემით. როდესაც ხელნაწერი დავითიანი გამოიცა და დავით გურამიშვილის ჩანახატებიც, მე ჩემს კოლეგებთან ერთად შევეცადე ქალბატონ თეათვალაძეს და რომელიც ლიტერატურის მუზეუმიდან ქალბატონ ქეთი დუმბაძე დამეხმარა და მოკლედ ჩვენ შევეცადეთ ეს იდეა განვიხორციელებია და ისეთი სახე მიგვეცა, როგორიც დღეს დაგვდათ. ლიტერატურის მუზეუმში მოძიებული გაციფრებული მასალები, თავად ავტორების მიერ ილუსტრირებული გამოცემები და სხვადასხვა თაობის მწერლების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები დამთვალიერებელს მისთვის კარგად ცნობილ და საყვარელ ავტორებს სულ სხვა კუთხით დაანახებს. ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს საინტერესო გამოფენაა. ჩემთვის საინტერესოა კოლეგების ამ კუთხითაც გაცნობა, რა თქმა უნდა, და ბევრი გამოფენილი ნახატი, რა თქმა უნდა, მე ვიცოდი, იმიტომ რომ ისინი ძალიან ცნობილ ავტორებს ეკუთვნით და ასევე ეს ცნობილი ნახატებია და მიხარია, რომ მეც მომეცა საშუალება, რომ მათ გვერდით გამომეფინა ჩემი ნამუშევრები. ასევე გამოფენილია თანამედროვე მხატვრები, კოლეგები, რომელსაც დიდ პატივს ვსწევ და მიხარია, რომ შედგა ეს გამოფენა. დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, განსაკუთრებით ქალბატონ
ნინოს, რაც შემიძლია ვთქვა ჩემ ნამუშევრებზე. ერთ-ერთი ნამუშევარი არის სერიიდან კედლების გემო, ასე დავარქვი, ეს კონცეპტუალური ნამუშევარია და კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ადამიანებს ყოველთვის გვაქვს რაღაც დაბრკოლებები და შეიძლება რა თქმა უნდა ამ დაბრკოლებების გადალახვა, მაგრამ ყველაზე ძნელი არის იმ დაბრკოლების გადალახვა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვიგონებთ და მე ვიჯერებთ მის არსებობას და სწორედ ამ კონცეფციიდან არის ეს ნამუშევარი, კედლების გემო, მეორე ნამუშევარი არის აფხაზეთის თემა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცისფერ ყანწელთა მიერ დაარსებული პოეზიის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მწერალი მოლბერტთან 9 მაისამდე გაგრძელდება.